სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მედიატური მოეწყო. ამ ტურის ფარგლებში კი ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ემპარტიის შედეგები ევროკავშირის ელჩთან და პროგრამის ბენეფიციარებთან ერთად შეეჯამებინათ. კახეთში იმყოფებოდა თათია ჯაფიჩაძე და სწორედ მასთან განვაგრძობთ ახლა საუბარს. თათია, როგორც მახსოვს ემპარტიის პროგრამა საქართველოში ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოქმედებს. რა მასშტაბებს მოიცავს ის ამ დროისათვის და რა ვითარება უშუალოდ კახეთში? დილამშვიდობისა, დიახ, ნამდვილად ესეა. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დრომდე მათი მხარდაჭერით 1500 კოოპერატივში 13000 ფერმერი დარეგისტრირდა. მათგან 2000-მდე კი ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო. 250,000 ადამიანს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ კონსულტაცია გაეწია, ხოლო 8000-ზე მეტმა კვალიფიკაცია ბიზნესის მართვის კუთხით აიმაღლა. ემპარტიის კოოპერატივების პირველი კვლევის თანახმად გაზრდილია როგორც კოოპერატივების წმინდა შემოსავალი, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა და აქვე აღსანიშნავია, რომ კოოპერატივების უმრავლესობა საქმიანობის გაფართოების მიზნით ახდენს მოგების რეინვესტირებას. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ გვაქვს საქართველოს მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2015-20 წლებისთვის მიღებული. გარდა ამისა შექმნილია სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს, აძლიერებს ფერმერებს და ვთქვათ ხელს უწყობს მათ კოოპერაციის ფორმების ჩამოყალიბებას. ასევე სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით და მთავრობის მონაწილეობით აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო დახმარების პროგრამებს ამ სექტორში. შეეხება უშუალოდ კახეთის რეგიონს 2015 წლიდან ევროპული ლიდერ მიდგომის შესაბამისად სოფლის განვითარების საპილოტო პროექტები ბორჯომისა და ყაზბეგის გარდა ლაგოდეხშიც მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში სამივე მუნიციპალიტეტისთვის მომზადდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, ასევე შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, ლაგები. მათ მხარდასაჭერად კი 3 მილიონი евро გამოიყო. უშუალოდ ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი აერთიანებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის 15 თემიდან. ჯგუფის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ლაგოდეხის განვითარების ხელშეწყობაა. ლაგოდეხის ლაგის მიერ შერჩეულ იქნა 31 სოციალური და ეკონომიკური კატეგორიის ინიციატივა, პროექტები, რომლებიც ხორციელდება უკვე ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორც არის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა, სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა, ქალების ჩართულობა და ასე შემდეგ. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა ევროკავშირის ელჩთან ერთად ყვარელსა და ლაგოდეხში არსებული კოოპერატივები და ასევე ევროკავშირის დაფინანსებით მოწყობილი სასათბურე მეურნეობები დაგვეთვალიერებინა, როგორც იანუშ ჰერმანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მთავარ პრობლემას მთლიან შიდა პროდუქტში მისი დაბალი წილი წარმოადგენს. სოფლის მეურნეობა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქმიანობის სფეროა, თუმცა ეკონომიკურ წვლილსა და კეთილდღეობაში მისი ფინანსური წილი საკმაოდ მცირეა. აი ეს არის მთავარი გამოწვევა, როგორ ვაქციოთ ამ დარგში მომუშავე ადამიანების სიმდიდრისა და შემოსავლების გენერატორებად, ასევე როგორ გადავაქციოთ სოფლის მეურნეობა დასაქმების პლატფორმად. ამის უზრუნველსაყოფად საქართველოში ევროკავშირის პროგრამა ემპარტი მოქმედებს, რომელიც დარგის განსავითარებლად მთლიანობაში 180 მილიონი ევროს გრანტს გამოყოფს. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით შემოიღობა ლაგოდეხის დენდროლოგიური პარკის პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს კაფეტერია და პავილიონი მოეწყო. ამ შემთხვევაში ევროკავშირის გრანტი 10,100 ლარი იყო. ინფორმაციისთვის აქვე დავამატებ, რომ ემპარტის პირველი ფაზა 2013-2016 წლებში განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 52 მილიონი. მეორე ფაზა 2016-2020 წლებს მოიცავდა და ჯამური თანხა 50 მილიონია, ხოლო მესამე ფაზის დაწყება 2017 წლის ბოლოს იგეგმება, სავარაუდო ბიუჯეტი კი 77,500,000 ევროა. მადლობა თათიას, ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვები არის და იმედი მაქვს შედეგები ასევე შთამბეჭდავი იქნება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად და ფართო წარმოდგენილი. მადლობა კიდევ ერთხელ მას საინტერესო რეპორტაჟისათვის.